ჩვენ განათლება ესე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ეს არის ბავშვის ვალდებულება. სინამდვილეში განათლება არის ბავშვის უფლება და ჩვენ ზრდასრულები, მშობლები, მასწავლებლები, დირექცია, სამინისტრო ვართ ვალდებული, რომ ისეთი გარემო შევქმნათ ოჯახში და სკოლაში, რომ ბავშვს სწავლა უნდოდეს. გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა და მისთვის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე მეგი ვარ ამ პოდკასტის ავტორი და ყოველკვირეულად შეგხვდებით. ყოველთვის ვისაუბრებ მოსწავლეთა მშობლებისთვის აქტუალურ თემებზე. ასე რომ თუ თქვენ ხართ მოსწავლის მშობელი, გამოიწერეთ ეს არხი და სხვა მშობლებსაც გაუზიარეთ. ამით ძალიან დამეხმარებით, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა. ყველა ეპიზოდში მე ჩემს პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ და მოგიყვებით სხვა მშობლების თავგადასავლებსაც. ვიდრე მთავარ თემაზე გადავალ, გეტყვით, რომ ჩემი პოდკასტის წარმომდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებპორტალი My Comfort Home, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე სანდო ონლაინ მაღაზიაა დღეს საქართველოში. ამ ეპიზოდს დავიწყებ მშობლების და შვილების დილა ადრიანის საუბრის განხილვით. როდესაც ბავშვი გვეუბნება, რომ დღეს მე სკოლაში არ წავალ. გასული სასწავლო წლის ბოლოს დამიკავშირდა ერთ-ერთი მოსწავლის მე-10 კლასელი გოგონას დედა და მთხოვა კონსულტაცია. ამ ქალბატონმა მითხრა, რომ მისი შვილი კატეგორიული წინააღმდეგია სკოლაში სიარულის და მიზეზად ბავშვი ასახელებს იმას, რომ ვერ ეგუება უსამართლობას, რაც სკოლაშია და უდიერად მოპყრობას დამრიგებლის მხრიდან. მოკლედ გეტყვით, გოგონას მოუხდა ექსტერნის გამოცდების ჩაბარება, რაც ძალიან სერიოზული სტრესი იყო მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. თუმცა ბავშვის მონდომებამ და მშობლისა და დირექტორის თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო, გოგონამ გამოცდები ჩააბარა და ახლა ის პარალელურ კლასში აგრძელებს სწავლას. ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ, როგორიც არის მე დღეს სკოლაში არ წავალ, შეიძლება მოგვიყვანოს სერიოზულ პრობლემებამდე. ეს პრობლემა შეიძლება იყოს კლასში დარჩენა, სკოლიდან გარიცხვა, სკოლიდან გადასვლა, კლასიდან გადასვლა, ექსტერნის გამოცდები, ფსიქოლოგიური პრობლემებიც, გარიყულობა, შფოთვა, სხვა უამრავი რამ, ასე რომ მშობლის მხრიდან სწორი და დროული რეაგირება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა მხოლოდ მშობლის მონდომება არ არის საკმარისი, დირექტორიც უნდა გრძნობდეს ვალდებულებას და ჰქონდეს სურვილი, რომ ბავშვს დაეხმაროს. როდესაც გვესმის ფრაზები მე დღეს სკოლაში არ წავალ, ერთი დღე გავაცდენ, რა მოხდება, პირველი, რაც მშობლებს თავში მოგდის ხოლმე, არის ახლა მე რა უნდა გავაკეთო. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის მოусმინოთ ბავშვს. მოусმინოთ, რას გრძნობს ის, რატომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა და გავიგოთ მისი განცდები. სკოლის გაცდენის მიზეზები შეგვიძლია გავყოთ ორ კატეგორიად, მიზეზები, რომელსაც მშობლები დამოუკიდებლად გავუმკლავდებით და უფრო რთული საკითხები, რომელიც სკოლასთან ურთიერთობით უნდა გადაიჭრას. თუ ბავშვი ამბობს, რომ მე მეძინება დილით და იმიტომ ვერ ავდგები და ვერ წავალ სკოლაში, ან ამბობს, რომ აი სხვები აცდენენ და მეც მოდი არ წავალ, ან მიჭირს გამოფხიზლება, ან რაღაც მსგავსი, ეს შედარებით უფრო მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა. მარტივში ვგულისხმობ იმას, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია ამას თავი გავართვათ. მაგალითად როგორ? მაგალითად დავაკვირდეთ, ძალიან გვიან ხომ არ მიდის დასაძინებლად, ან დასძინებლად რომ მიდის ტელეფონით ხელში ხომ არ ათენებს. ან დღის რუტინა ხო არ აქვს დარღვეული, ან ძალიან ბევრ წრეზე ხო არ დაყავს და გადატვირთული ხო არ არის ეს ბავშვი. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იპოვის მიზეზს, რატომაც შეიძლება რომ დილით ადგომა უჭირდეს შვილს, ხო? მაგრამ როცა ბავშვი ასახელებს მიზეზად, რომ სკოლაში უსამართლო გარემოა, მას არ აინტერესებს სწავლა, იმიტომ რომ უინტერესოა, ხმაურია, იმიტომ რომ პედაგოგი ვერ მართავს, ვთქვათ, რთული ქცევის მის თანაკლასელებს, ან კონფლიქტი აქვს თვითონ თანატოლებთან, ან პედაგოგთან, ეს უკვე ძალიან სერიოზულ ჩარევას მოითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანია აქ უკვე სწორი კომუნიკაცია სკოლასთან და მშობლებს ძალიან ერთულებათ ხოლმე ეს პროცესი. ამიტომ ჩვენ ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სკოლაში პრობლემაა და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მშობელს სკოლასთან, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას ბავშვის სასარგებლოდ. პირველ რიგში საქმის კურსში ჩავაყენოთ კლასის დამრიგებელი და მასთან ერთად გავარკვიოთ, რა შეიძლება იყოს სკოლის გაცდენის რეალური მიზეზი. სიმართლე გითხრათ, მე არ მივეკუთვნები იმ მშობლების რიცხვს, რომლებიც შვილებს აძლევენ სკოლის უმიზეზოდ გაცდენის საშუალებას. ან არჩევანის თავისუფლებას, გინდა წადი სკოლაში და გინდა არა. სხვა საკითხებთან შედარებით ძალიან ისეთი კონსერვატული შეხედულება მაქვს ამ თემაზე. მაგრამ მაქვს ორი მთავარი წითელი ხაზი, როცა ჩემ შვილებსაც შეუძლიათ გააცდინონ სკოლა. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ავადობის ნიშნები, თუნდაც საწყისი იყოს ეს
და მეორე ეს არის ბავშვების ემოციური მდგომარეობა. თუ ხედავ, რომ ბავშვი არის ემოციურად გადაღლილი და გადამწვარი, შეიძლება მას არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ რაღაცნაირად თავს კარგად ვერ გრძნობდეს, მე ვაძლევ საშუალებას, რომ ერთი დღით დარჩნენ სახლში და დაისვენენ. მაგრამ პარალელურად ვუკავშირდები კლასის დამრიგებელს და მათთან ერთად ვცდილობ დავადგინო კიდევ რამე ხო არ არის ისეთი, რაც მე არ ვიცი და ვერც გავიგებ, თუ ის არ დააკვირდება და არ მეტყვის. როგორც წესი ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების დამრიგებლებთან და ვახერხებთ, რომ ეს საკითხები ერთობლივად მოვაგვაროთ. ან ესეთი ტიპის კომუნიკაცია კლასის დამრიგებელთან არის ძალიან აუცილებელი. მე ვთვლი, რომ მე ვარ პასუხისმგებლიანი მშობელი და იგივეს მოვითხოვ სკოლისგან. მე მინდა, რომ სკოლამაც იფიქროს იმაზე, რომ ჩემ შვილს სკოლაში წასვლა უნდოდეს. და თუ არ უნდა, მაშინ ერთად უნდა ვეძიოთ პრობლემა. თუ ჩემთან არის ეს პრობლემა, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ მივიღო მათი მითითებები და ასევე შემიძლია, რომ მათ მოვთხოვო, რომ სკოლაში იყოს ისეთი გარემო, რომ ჩემ შვილს სკოლაში წასვლა ეხალისებოდეს. ყოველ შემთხვევაში უარს მაინც არ ამბობდეს იქ წასვლას. თუ დამრიგებელთან ვიზიტ შედეგი არ მოჰყვა, მაშინ აუცილებლად უნდა ვეწვიოთ დირექტორს. არა პრეტენზიით, არა საჩივრით, არამედ საქმიანად. დირექტორს არაერთი ბერკეტი აქვს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს რა ხდება სკოლაში და იმუშაოს პრობლემის გადაჭრაზე. თუ ამაში ჩვენი დახმარება დასჭირდება, ცხადია თანამშრომლობისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. თუ ვერც დირექტორში იპოვით მხარდამჭერს, მაშინ აუცილებლად მიდით სამინისტროში. შეაწუხეთ, დაურეკეთ, მიწერეთ, ეს არის მათი მოვალეობა, რომ სკოლაში სიტუაცია თუ არ სწორდება დამოუკიდებლად, კერძო იქნება ეს თუ საჯარო, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ სამინისტროს, მათ უნდა იზრუნონ ბავშვის პრობლემის გადაჭრაზე. ჩვენ განათლება ესე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ეს არის ბავშვის ვალდებულება. სინამდვილეში განათლება არის ბავშვის უფლება და ჩვენ ზრდასრულები, მშობლები, მასწავლებლები, დირექცია, სამინისტრო ვართ ვალდებული, რომ ისეთი გარემო შევქმნათ ოჯახში და სკოლაში, რომ ბავშვს სწავლა უნდოდეს და ბავშვის განვითარება იყოს უსაფრთხო გარემოში შესაძლებელი. ასე რომ თუ თქვენ სამინისტროშიც ვერ იპოვეთ მხარდამჭერი, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ყველა სამართლებრივი გზა, რაც ჩვენს სახელმწიფოში არსებობს, იმისთვის, რომ დაუდგეთ თქვენ შვილს გვერდში. მე ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს, თუ მისი შვილი სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს. თუ ამ ყველაფერს ვერ აკეთებს მშობელი ან არ აკეთებს, მაშინ ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ მოძებნოს სხვა სკოლა და გადაიყვანოს მისი შვილი იმ სკოლაში, სადაც ბავშვი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს. ზოგჯერ მშობლები ესეთ შეცდომას უშვებთ ხოლმე, ვამბობთ, რომ არსადაც არ გადავიყვან, იმიტომ რომ ვინმე მართქვას, რომ შეგვეშინდა, დავნებდით, არ არის ეს დანებება, არ არის ეს გაქცევა. გაქცევა არის ის, როცა შენი შვილი სკოლაში არ დადის და შენ არავითარ რეაგირებას არ ახდენ ამაზე. თუ შენი შვილი ამ სკოლაში არ მიდის და თუ შენ არ შეგიძლია რომ ყველაფერი გააკეთო ის რაც მე ახლა ჩამოვთვალე, მაშინ ის მაინც უნდა შეძლო რომ გადაიყვანო ბავშვი იმ სკოლაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ეს არის ბავშვის დახმარების ერთ-ერთი სტრატეგია და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა სიტყვის სხვა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილს. ყველა ბავშვი განსხვავებულია და მას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ერთი, რაც მტკიცებით ფორმატში შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ მშობელი სწორად არის ჩართული შვილის განათლების პროცესში, მაშინ ის მოახერხებს, რომ გადამწყვეტ მომენტებში იდგეს მისი შვილის გვერდით. ასე რომ არასოდეს დანებდეთ, თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა. ბავშვი შეიძლება გარეგნულად ჰგავდეს ზარმაც, გულგრილს, მაგრამ გულში გრძნობდეს შიშს და გაურკვევლობას. თქვენი ურთიერთობა და მხარდაჭერა აუცილებლად გააუმჯობესებს ამ სიტუაციას და დაუბრუნებს ბავშვს სკოლაში წასვლის ხალისს. გმადლობთ, რომ მისმენდით. მომდევნო ეპიზოდში ჩვენ უნდა ვისაუბროთ სკოლის ფორმებზე, რომლებიც რატომღაც ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს. ვიდრე დაგემშვიდობებოდით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და სხვა მშობლებსაც გაუზიარეთ ის. ყოველკვირეულად შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ ის ცოდნა, რაც ძალიან აუცილებელია მოსწავლეთა მშობლებისთვის და რაც უფრო თავდაჯერებულს გაგხდით სკოლასთან ურთიერთობაში. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი production სტუდია Full Frames, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუ კი გჭირდებათ ნებისმიერი სირთულის ვიდეო და ანიმაციური კონტენტის შექმნა.